მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით, მომენატრეთ რა დაგიმალოთ და სალამ მოკლედ გაშლას დავიწყებ და უნდა შევეხოთ პატარა საკითხს. დარწმუნებული ვარ, ახლა ის ადამიანიც მისმენს რა თქმა უნდა და კონკრეტებისგან თავს შევიკავებ და საერთოდაც ვფიქრობთ უნდა გამეჟღერებინა ეს თუ არა, მაგრამ უნდა გავაჟღერო, იმიტომ რომ როცა ადამიანებს იცით რა მომენტია, თვითონ არ ერიდებათ რაღაცებს, მე რატო უნდა მომერიდოს. ბოლო 2 წელი ძალიან ესე კომპასარეული ვარ რა, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ცხოვრობდი ძალიან ისეთი რელიგიური მორალური პრინციპებით, ისე როგორც აღმზარდეს მშობლებმა, სხვა შორის ძალიან კარგ გარემოში აღვიზარდე და მოკლედ არავის ერთ ლოყაში რომ გამარტყავდნენ, მეორეს ვუშვერდი იმ რწმენით და იმ ასე ვთქვათ შინაგანი დამოკიდებულებით, რომ ადამიანებს ჩვენ არ უნდა მივუძღათ, ანუ ზემოთ არის სამსჯავრო და ყველას მისი მიესწრება, მაგრამ კაცო ერთ რამეს მივხვდი მე ჩურჩუტად გთვლიან, შტერად გთვლიან და რაღაცა ისეთ საზღვრებში იჭრებიან და ისეთ საოცრებებს შვებიან, რომ არა უნდა გამოფხიზდე თურმე. ხო და რა დაგიმალოთ, აი ამ ბეჭვისხლიც გავდივარ, ვეღარ ხვდები უკვე რომელი ორიენტირია სწორი. მით უმეტეს რომ მართლა ძალიან ბევრჯერ ესე თვალებზე ამაფარა ხალხმა საკუთარი უღირსობა. სხვა შორის ჩემთან საუბრისას ერთხელ თქვი, რომ ეს უგზო-უკლო სიკეთე ანესთეზიას გავს თქო, ანუ როგორც ანესთეზიის დროს რომ გჭრიან, არაფერი გესმის, ტკივილს ვერ გრძნობ, ეთყობა ასეთი მართლა არ ვიცი, უაზროდ რწმენაში გადასული სიკეთის დროსაც, ვერ გრძნობ რა, როგორ გაქუცმაცებენ, როგორ განაწევრებენ, როგორ გტკენენ და მე ვიღაცამ ეს როგორც სპინალური გაუტკივარებისას არის, ხო, რომ თვალებზე ჩამოფარებული გაქვს შირმა, იმ შირმას თუ აგაცლია და დაგანახებენ რა დღეში გაქვს შენი სხეული, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ სხეულს გულისხმობ, მე ალბათ გონს მოდიხარ, მე დაახლოებით ეგრე დამეხმართა და ნამდვილად აღარ მინდა რომ ვისაც არ დაეზარება, ყველამ უკაცრავად თავში ჩამარტყას რა, იმიტომ რომ მე კეთილი ვარ და იმიტომ რომ მე ყველაზე ზედგადაყოლილი ვარ რა. ამიტომ ზუსტად მესმის იმ ჩემი კოლეგების, რომლებიც აი ამას აქეთ არ გადადებენ, სანამ თანხას არ ჩაურიცხავენ მომხმარებლები, ხო? მე მქონდა ეგეთი შემთხვევა, სხვა შორის ინტუიცია მესმე მომენტალურად მიკარნახა რა, რომ რაღაცა ისე რა არ იყო, მაგრამ ჩანიშნული დრო იყო და თან მეთქი რატო არა, ჩემს გაწეულ ენერგიას და შრომას არ აუშვებს, არ ჩამირიცხავს, მისი პრობლემაა, ჩემი არ არის თქო და მან არ კვიოს სამყაროსთან მე რა როგორ თქო და უკვე დიალოგი რო შედგა ლაივში, ხო? მე ვუთხარი კიდეც რიცით რა, ხო, არ ვიცი მე გაგიკეთებთ გაშლას, აი სანთას არ გადავასხამ თქო რა, იმიტომ რომ სანთელში მე ფიზიკურად ვიხდი, ხო, $7 ვიხდი 100 გრამში და უკაცრავად მე ვუთხარი, ხო, ამას გაგიკეთებთ მეთქი. ისე შემოვიდა მე საუბარში რაღაცა იმდენად მართლა მოწესრიგებული და ისეთი ქალბატონი იყო, თან ისეთი ისტორიით, რომ მეთქი, რატო არა, მოდი და ამასაც გაგიკეთებთ რა. ანუ იდეაშიც არ დამიშვია, რომ მაპატიეთ და ასე ეს სიტყვა უნდა ვიხმარო დამიკიდებდა. გავიდა რაღაცა დღეები და მივწერე მე რომ არაფერი დამრიცხია, მშვიდობა ხო გაქვთ თქო და კი რაღაცა მოკლედ ახლა არ დავკონკრეტები რა, როგორ ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუ სიმართლეს მეუბნება წარმატებები და რა სისულელია იმ ჩემს ენერგიასთან და დახარჯულ საათნახევართან ერთად იმ $7-საც ავიდან როგორმე, მაგრამ თუ არა მე არაფერს არ ვიტყვი, აი მე უბრალოდ არავის არ ურჩევ, თორემ მე არაფერს არ ვიტყვი. თუ მისმენს ახლა ეს ადამიანი ძალიან გთხოვთ არ გამომეხმაუროთ პირადში თქვენი კომენტარებით, ჩემთვის გასაგებია ისაც ყველაფერი და ჩვენი გზები ნამდვილად აღარ გადაიკვეთება არასდროს და სხვასთან მისთანაც კიდეთ და როგორც გინდათ, არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ მინიმუმ 5 ლარს დავრიცხავდი, აი მართლა პირობითად 5 ლარს დავრიცხავდი და ვეტყოდი რომ აი მთლად უყურადღებობაში არ ჩამომართვა, აი ეს მცირედი მაინც და როცა მექნება, მე ამას აბსოლუტურად ადეკვატურად გავიგებდი, მაგრამ ესე დაკიდება, რომ ანუ არც კი დამელაპარაკო, ცოტა ისეთი უხერხული მომენტი, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ჩემო კარგო ადამიანო, მე მხოლოდ სიკეთეს გისურვებთ, მეც უცალებს არ გისურვებთ არასდროს არავის. წარმატებები, უბრალოდ მსგავსად არავის არ მოიქცეთ, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება ჩემნაირად არ გაგიტაროთ, ხო?
გადახედეთ თურმე უამრავი რაღაცები იწერება მე არც ვიცოდი ჩემთან მოსული გოგოები მეუბნებიან ხოლმე არც ვაყოლინებ ხოლმე ბოლომდე იმიტომ რომ არ მაინტერესებს უკაცრავად მაგრამ ნუ სად როგორ რანაირად ხდება გადახედეთ და თქვენთვისაც ძალიან მარტივი გახდება რაღაცები ეს რომ არ მეთქვა არაფრით არ შემიძლია იმიტომ რომ ჩემი სიჩურჩუტის ერთ-ერთი გამოვლინება იყო კიდე ესე რომ ენდობი ადამიანსთან მე ამ ენდობას ესე თვალებში გაფარებენ ძალიან ცუდად რა 5 ლარზეა საუბარი მინიმუმ ყურადღება რომ გამოხატო ხო არ მაქვს შესაძლებლობა და ვერ გირიცხავ, მაგრამ აი 5 ლარს მაინც იმ 7 ლარსაც თუ ვერა, ხო, მარტო მასალის. აი გავეშოთ ამას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გირჩევიათ რომ არ შემომეხმიანოთ. ძალიან გთხოვთ. შვიდად წნარად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენი გზა გაქვთ, მე ჩემი გზა. რაც შეხება დღევანდელ გაშლას, მოკლედ ძალიან დაძაბული სიტუაციები გვაქვს ზოგადად მსოფლიოში ხედავთ თქვენ რა ხდება ისრაელსა და ირანს შორის და ეს მხოლოდ ომებით არ გამოიხატება პერიოდულად რაღაცა პერიოდის მერე კიდე და კიდე უფრო დაძაბული გახდება ზოგადად ენერგიები და უფრო ცვალებადი ამიტომ მოდით დღესაც თქვენი საყვარელი გაშლა თემა ვნახოთ რა გელოდებათ ხო აქვე დავამატებ არ უბლოკავ არავის ვიცი ვინც არის და როგორც არის მაგრამ მისმინეთ საჯარო გაშლებს სიამოვნებით არავის არ დაგაყვედრით არავის უბრალოდ თქვენი იცოდეთ და იგივე არ გაიმეოროთ სხვასთან ხო ამის თქვა მინდოდა და ნახოთ აბა რა მოდის ხო ძალიან მიხარია ორი ახალი დასტა მაქვს ერთი სხვათა შორის ჩემმა მომხმარებელმა შემიძინა და უმაგრესი დასტაა და მოკლედ ერთი სული მაქვს ამ გოგონას რომ გავუშლი როცა მოიცლის მე უკვე საჯარო გაშლებშიც გამოვიყენებ და მეორეც ანალოგიურად ეს ერთი გოგონასთვის მაქვს შენახული იმას მე დავპირდი ჩემით ამასაც მე დავპირდი მაგრამ ამან თვითონ გადაწყვიტა რომ ეყიდა და ნუ მეორეს და მე იმ დასტებსაც შემოგაშველებთ ახალ დასტებს და მეც მიხარია თქვენზე მეტად და ვნახოთ ახლა აბა რა საბედისწერო მოვლენები გელით უახლოესი პერიოდის უახლოეს პერიოდში ხო უახლოეს დროის მანძილზე და ვნახოთ პირველი მეორე ვარიანტი წანი ვარიანტიც დავიწყოთ და ვნახოთ ვისთვის არის ეს გაშლა როგორ ჩქარობს ხო ვიღაცა ვინც მე მგონი რთული პერიოდებიდან გამოდის ან ძველ ასე ვთქვათ სანაპიროს ტოვებს და ახლისკენ იმზირება მაგრამ მაინც ვნახოთ ოხო ან სამხედრო პირი მიყურებთ ან ექიმი მიყურებთ ან სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიცია უშიშროება და ასე შემდეგ ყოველ შემთხვევაში იმ სფეროს წარმომადგენლები რომლებიც რისკთან არიან დაკავშირებულები ადამიანები რომლებიც თავის თავში საკმაოდ კონფლიქტურ ენერგიებს ატარებენ და მე სამყაროზე ბრაზდებიან ხოლმე და სხვა ადამიანებზე და ამ დროს უკაცრავად მაგრამ თვითონ საკუთარ თავში რაღაცების დალაგება ეზარება და არ მიწყინოთ ეგეთი ადამიანი მიყურებს ჩემო კარგო ადამიანო და სხვაჩერს მინდა გითხრათ რომ ადამიანები რომლებიც ძალიან ხშირად უძლებენ დიდ დარტყმებს და მაინც მყარად ფეხზე დგანან ანუ აი ნახეთ დააკვირდით გუმბათს რამხელა ელვა აწყდება ადამიანები ცვივიან აქედან მაგრამ გუმბათი მაინც ცოტათი კია გაბზარული მაგრამ დგას ანუ ძალიან ისეთი მდგრადი ამტანობა გაქვთ ზოგადად ნეგატიური სიტუაციებისა და ენერგიების მიმართ ეს ძალიან კარგია. მაღალი არკანით ამოდიხართ, გასაგებია რომ ჩვეულებრივ რიგით ადამიანთან არ მაქვს საქმე და ცოტა სხვა ტიპის ადამიანები მიყურებთ და ადამიანები რომლებიც ძალიან მტკიცე ხასიათით გამოირჩევით. ნახოთ ახლა რა საბედისწერო ამბები გელოდებათ. როგორ მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ ისე. ნახოთ ზოგადი ენერგიები უახლოესი ვნახოთ მატერიალური სფერო და ვნახოთ პირადი ენერგიები მეგობრებო რა გელოდებათ ოხო დასტის ფონი მშვენიერი კვერთხების ტუზი მაქვს მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა ხო გადაარჩენს ადამიანსაც და სამყაროსაც ცეცხლი და მოკლედ მიზანდასახულობა და გამარჯვება. ნახოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს.
ზოგადი ენერგიები. ოხო, პენტაკლების მეფე, შეყვარებულების არკანი და კვერთხების რაინდი. მეგობრებო, არ გამოვრიცხავ. ვიღაცის ცხოვრებაში ძალიან სერიოზული წინადადებით შემოვიდეს ვინმე ადამიანი და აქ ოჯახის შექმნაზეც იყოს საუბარი, ან ურთიერთობის დასტაბილურებაზე, ან სხვა საფეხურზე გადასვლაზე, ყოველთვის რაღაცა სტატუსის მიღებაზე. მართალია პენტაკლების ენერგია, მაგრამ აქვე მაქვს კვერთხები, შესაბამისად ეს მაძლევს იმის ძალიან დიდი იმედს, რომ აქ ვთქვათ, აი ძალიან დროში გაწელილი სიტუაცია არ იქნება. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს არ ვიცი მეგობრებო, ვალები გაქვთ. არ ვიცი რას თამაშზე ვინმე ხომ არ არის თქვენიანი ან თქვენ თვითონ დამოკიდებული აზარტულ თამაშებს გულისხმობა, ანუ რაიმე ნივთიერებაზე არ ვიცი ვერ გეტყვით. ერთადერთი მომენტი რაც ამ დასტას ძალიან კარგი აქვს, მე თქვენთან მithქვამს ხო, როგორც წესი მთვარის არკანში, ანუ გოგონა თუ რაც არის გამოსახული არ აქვს მნიშვნელობა, მიდიან მთვარისკენ, ხო? თქვენ გახსოვთ ალბათ მე მაქვს ეს დასტები ერთ-ერთ დასტაში, მეც მაქვს თორე ბევრს ექნება. გოგონა პირიქით მთვარიდან აქეთ მოდის, კურდღელი აქეთ მოდის და აგერ აქაც ცხენი აქეთ მხარეს ჩვენსკენ იყურება, ხო, არ იყურება, ანუ მთვარის მიმართულებით, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გაურკვევლებებიდან უნდა გამოხვიდეთ. რაღაც ასე ვთქვათ, აი უსიამოვნო შიშების პერიოდი, შფოთვების პერიოდი, რომელიც აი ძალიან დიდ ტვირთად გაწევთ, შეიძლება კრედიტები იყოს ეს ხო ფინანსურ ნაწილს როგორც უკითხულობ, ან სამსახური იყოს, აი ეს ამ ყველაფრის დასასრულისკენ წავიდეს თქვენი სიტუაცია და აბსოლუტურად ახალი შანსები გაჩნდეს სამიანი კვერთხებით, ახალი მაპატიეთ მიმართულებები და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ახალი საქმე შესაძლოა წამოიწყოთ. რას მოიტანს ეს ყველაფერი, აბა ვნახოთ. პაჟე ხმლების. იცით რა მომენტი გაქვთ? თავიდან ცოტა, მაგრამ არა, მე კარგად სრულდება, ვნახოთ კიდე ერთი არკანით. თავიდან არა, სამყაროს არკანით, აღარც უნდა გავაგრძელო აქ კითხვა. უყურეთ. თავიდან შეიძლება აქაც ცოტა რაღაცები გაგირთულდეთ, ცოტა ეჭვების მომენტი გქონდეთ, რომ სწორად მოვიქეცი, ესე უნდა მოქცეულიყავი თუ არ უნდა მოქცეულიყავი. თითქოს რაღაცა ფინანსური წყაროები ჩდება, მაგრამ არა საკმარისი, ხო, არა ისეთი, რომელიც თქვენ ბედნიერებას მოგგვრით. რაღაც პატარ-პატარა დასაწყისებზე იქნება საუბარი, მაგრამ საბოლოოდ ნახეთ სამყაროს არკანით, პენტაკლების ტუზით, ძალიან ისეთი თქვენთვის სასურველი საჭირო, ეხლა მე არ გულისხმობ ხო უტოპიურ და გონივრულ საზღვრებს გაცილებულ თანხებს, მაგრამ აი გონივრულ თანხებში რაც ჩდება, ის ფინანსური მატერიალი აუცილებლად შემოვა თქვენს ცხოვრებაში. და ვნახოთ პირად ცხოვრებაში რა იქნება. პირად ცხოვრებაში 7-იანი კვერთხები, 6-იანი პენტაკლები და 3 მსჯავრო. მეგობრებო, თუ თქვენ დღეს ასე ვთქვათ, რაღაც ჩიხებში გრძნობთ თავს, რაღაც დაბრკოლებები გაქვთ, ფიქრობთ, რომ ყველა თქვენს წინააღმდეგ არის და უნდა თავდაცვაზე გადახვიდეთ, ასე ვთქვათ, ხო? აბსოლუტურად დაიფილტრება თქვენს გარშემო სიტუაცია, დაალაგდება, დაივარცხნება და სამსჯავროს არკანით აბსოლუტურად ყველა კითხვასთან მიმართებაში პასუხებს მიიღებთ და თქვენს ცხოვრებაში გარკვეული ტიპის ჰარმონია შემოვა. აუცილებლად შემოვა გარკვეული, აი როგორ გითხრათ, ნახეთ, ურთიერთთანხმობა, ხო, ურთიერთგაგება, რომელიც რას მოიტანს, ვნახოთ. არკანი ძალა, რომელიც მოგიტანთ თქვენ თავდაჯერებას, ასე ვთქვათ, აი კონტროლს აღადგენთ საკუთარ თავზეც და სიტუაციაზეც, მოდი ასე ვიტყოდი, კი აუცილებლად თქვენს აღიარებას მოგიტანენ. ანუ ნახეთ იმ ზოგად ენერგიებში, რაც და ფიქსირდა სტატუსი, აღიარება და სტატუსი, ანუ რაღაც ახალ საფეხურზე გადავა თქვენი ურთიერთობა. ძალიან მიხარია მშვენიერი ენერგიები ტრიალებს პირველ ვარიანტში. გადასარევი, მადლობა და ვნახოთ მეორე ვარიანტი.
ვისთვის არის გაშლა ოხო თასების ტუზე ძალიან კეთილი ძალიან ისეთი აი მოსიყვარულე თბილი ხასიათების ენა მჭერმეტყველი ასე ვთქვათ აი როგორი ტიპის ადამიანი იცით ყოველთვის მზად რო არის რომ სხვა სიხარული მიანიჭოს სხვას გაუნაწილოს ნებისმიერი დადებითი ენერგია ხო დადებითი რესურსი შეიძლება შემოქმედებით ის სფეროს წარმომადგენლები უბრძანდებოდეთ ასევე ისეთი სფეროს წარმომადგენლებსაც საუბარი დიდი დოზით საუბარია საჭირო მოდი ასე ვიტყოდი და კიდევ როგორი ტიპის ადამიანი იცით აი რომ ვიტყვით ხოლმე რომ აი სავსე ადამიანია მხოლოდ ფინანსურად კი არა ის ზოგადად სავსე ადამიანია ხო აი მის გვერდით რომ არ მოიწყენ მის გვერდით ცარიელად თავს რომ ვერ იგრძნობ ძალიან კაი ენერგიებით მოდიხართ მეგობრებო ვინც მიყურებთ მეორე ვარიანტს და ვნახოთ თქვენი უახლოესი პერიოდის რას მოიტანს ხო ზოგადი ენერგიები ვნახოთ მატერიალური ენერგიები ფინანსური ой და ვნახოთ პირადი ой ორი ერთად ამოხდა და იყოს დავტოვება ვნახოთ ზოგადი ენერგიები ოხო რა იჩქარის მარა რა იჩქარის დედა ესე იგი რაღაცა მგონია რომ აქ სიყვარულის ენერგიები მოდის მეგობრებო რაღაცა დიდ ტრანსფორმაციას ასრულებთ და ბოლოს თქვენს წილ ბედნიერებას იკავებთ ხელში რაღაცა ესეთი ინფორმაციები მომდის სხვათა შორის ტრანსფორმაციის არკანი დაკიდებული მამაკაცის არკანი მე სულ ვამბობ ხოლმე რომ ეს არის ერთ-ერთი უსერიოზულესი არკანი თქო და სხვათა შორის ამის წინ კერძო კონსულტაციაზე ერთ-ერთ გოგონას უყვებოდი და ახლა აგერ თქვენც გაგიჟღერებთ ესე იგი მოკლედ თევზი ყავს რა სახლში და ამ თევზს კი გითხრეს რომ კვირაში ერთხელ შეგიძლიათ შეუცვალოთ აკვარიუმში წყალი მაგრამ ნუ მე თავს ვიკლავ ხოლმე და ორ დღეში ერთხელ ვუცვლი რომ ნუ მინდა რომ სუფთად იყოს ზოგადად რა თან ზაფხულია სისუფთავესთან დაკავშირებით ცოტა ზედმეტი წიკებით მჭირს მე და მოკლედ ამ საწყალ თევზს გადავაფართხუნებ ცალკე ჭურჭელში ორ დღეში ერთხელ ეს თავზარდაცემული დარბის ვერ გაუგიარა ხდება გაუწყრიალებ გაუსუფთავებ ყველაფერს იქ რაც სჭირდება იმ აკვარიუმში ხო ნიჟარიდან დაწყებული რა ვიცი თავის რაღაცა წყალმცენარეებით თუ ასე შემდეგ და მოკლედ მე ისე ჩავაბრუნებ ამ აკვარიუმში და ეს საწყალი თევზი აი ამ გადმოგდების პერიოდში მოკლედ მე მგონი მილიონჯერ ფიქრობს რომ დასრულდა მისი ცხოვრება და დასრულდა მისი სიცოცხლე მაგრამ ამ დროს მე რას ვაკეთებ ვუსუფთავებ და ვუწყრიალებ საბინადრო ტერიტორიას ხო ანუ რისი თქმა მინდა ნახეთ ჩვენც ადამიანები ზოგჯერ ესე რომ გვასუფთავებს და ასე რომ ანუ გადმოგვაგდებს რაღაცა სიტუაციურად ხო ერთი ადგილიდან მეორეში გგონია რომ რაღაცა ცუდი ხდება და ვაიმე რაღა გოშველება მაგრამ რეალურად ჩვენივე სისუფთავისთვის ჩვენივე ასე ვთქვათ სიკეთისთვის კეთდება ხო რაღაცეები ძალიან ისეთი შედარება რომ მოვიყვანოთ ამიტომ ზუსტად აი ეს ტრანსფორმაციის პერიოდიც ამას გავს რომ სანამ ცოცხალი ხარ, სანამ ჯანმრთელი ხარ და სანამ მოკლედ ცხოვრება გრძელდება, ეს ბარი ეს ასე ვთქვათ რაღაცა გარე ტრიგერები, რომლებიც ჩვენ შეიძლება ძალიან მძიმე დააღვიქვათ, შეიძლება აბსოლუტურად საჩვენო სიტუაციისთვის იყოს, ხო? რომელსაც მე ვხვდებით ხოლმე. ასე რომ არ შეგეშინდეთ, ფანტასტიკური ენერგიებია პირველ რიგში, ანუ ზოგად ენერგიებში და ნახოთ ახლა მატერიალური. ხო, მატერიალურ სიტუაციაში მეგობრებო, თუ აქამდე უკვე არსებული სიტუაციის რაღაც ცვლილება იყო, ან სამსახური დაკარგეთ, ან ფინანსები არ წავიდა ისე როგორც საჭირო იყო, ორი მაღალი არკანი მკავია ხელში და კოშკის არკანით, ასე ვთქვათ, თავზე ჩამოგიქცათ ყველაფერი, აი ესეთი თქვენი სტატუსიც, თქვენი თანამდებობაც, თქვენი სახელიც, იმიჯიც და ასე შემდეგ. იმპერატრიცით თქვენ ამ ყველაფერს იბრუნებთ თქვენს ცხოვრებაში ისევ შემოდის დადებითი ტენდენციები ასე ვიტყოდი ფინანსურ ნაწილში და ვნახოთ ახლა სწორს ვამბობ რა თქმა უნდა სწორს ვამბობ თქვენი უკმაყოფილება ნახეთ
რაღაც საკითხთან დაკავშირებით, რომ ისი არ წავიდა, ყველაფერი როგორც უნდა წასულიყო და აგერ კოშკისარკან მაინც გვაჩვენა, ხო? თქვენ ბრძოლას არ წყვეტით? კი, გული მეტკინა, მაგრამ ნახეთ, ჩემს ცხოვრებაში შემოდის 6-იანი თასები. შემოდის, არ ვიცი, მემკვიდრეობა, არ ვიცი, ქველმოქმედება, არ ვიცი, სამსახურის ნაწილში დახმარება, ფინანსური დახმარება, რამე ბენეფიტი, რაიმე პრემია ვერ გეტყვით, მაგრამ ცალსახად იმპერატორი, კვერთხების დედოფლით მეგობრებო, როგორ შემილია, არ ვთქვა, რომ აქ გამარჯვება თქვენს ხელთ იქნება და აბსოლუტური წარმატება და კი ბატონო 10-იანი პენტაკლებით სტაბილურობა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, მშვენიერი. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ან უკვე გავლილი გაქვთ რაღაც რთული პერიოდები ამ ნაწილში. ან აი ეხა გადიხართ და საპრინციპო კეთილი იქნება, მოკლედ. პირაც ვნახოთ ახლა რა ხდება. ხო, პირადში ნამდვილად არავის შეშურდება თქვენი ამბები, მეგობრებო. თქვენ სავარაუდოდ ბოლოს და ბოლოს გაიაზრებთ, რომ თქვენი ოცნებები, თქვენი ილუზიები, თქვენი წარმოდგენები ამა თუ იმ ადამიანთან დაკავშირებით, ან სიტუაციასთან დაკავშირებით უნდა დასრულდეს. რაც გყინავთ, რაც სითბოს გაცლით, რაც გამწარებთ, ასე ვთქვათ, ხო? რაც გასუსტებთ, რაც უიმედობაში გაგდებთ, ეს ყველაფერი უნდა ჩაჭრათ და მირჩევია ვიყო მარტო, ვიდრე ვიყო მარტო წყვილში. აი ესეთი დამოკიდებულება გექნებათ, მეგობრებო. და თქვენ რაღაცა პერიოდის სავარაუდოდ მოანდომებთ საკუთარი თავის და სიტუაციის თვითანალიზს. ვნახოთ აბა მაინც ვნახოთ ახალი ვინმე შემოვა თუ არა. არა. ისედაც ვიცოდი, მაგრამ თქვენთვის მაინც არა. ან უბრალოდ როგორი მომენტია, იცით, ახლა არ არის ამისი დრო ეს გაცხადდეს. თქვენ იმ გულისტკენებს, ის გულისტკენები უნდა მოიშუშოთ რა, მოკლედ და როცა განდეგილი ქურუმ ქალთან ერთად კომბინაციაში ამოდის, მეგობრებო, ეს არის ძალიან დიდი ინტუიციის, დიდი მომავლის განჭვრეტის, დიდი სიბრძნის, ასე ვთქვათ, მანიშნებელი და თქვენ სავარაუდოდ აი ზუსტად მიხვდებით რა როგორ და რანაირად უნდა დაალაგოთ თქვენს ცხოვრებაში იმისთვის, რომ ალბათ შემდეგი ეტაპისთვის მომზადოთ. სწორს ვამბობ, კი, რა თქმა უნდა, სწორს ვამბობ. შემდეგ ადამიანამდე, ასე ვთქვათ, სიტუაცია რო დაარეგულიროთ და მე აგერ კვერთხების მეფით ძალიან დიდი შანსია იმის, რომ შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში უკვე ღირსეული ადამიანი, რომელიც თავს ისევ ცოცხლად გაგრძნობინებთ, ხო, ისევ სასურველ ადამიანად გაგრძნობინებთ და სტაბილურობაც მოყვება აი ამ ყველაფერს მერე სავარაუდოდ. კი, აი, ეხლა ჩემი თუ უბრალოდ გადავშალე და ეტლის არკანი რაღაც ძალიან ისეთ სასიამოვნო და დიდი მოვა თქვენს ცხოვრებაში. აქ ხედავთ როგორი ნეტარია, კოფოზეა წამობწყალებული და ნარნარად მოაგრიალებს თავის ეტლს, ამ ეტლის არკანს. არ აქვს ის ქვეტექსტები, რომ აქ შეიძლება რაღაცა ბალანსი იყოს დარღვეული. მშვენიერი გაშლა გამომივიდა, მეც მიხარია. ღმერთმა აგისრულოთ ყველა ოცნება თითოეულ თქვენთაგანს. კარგად სანდებოდეთ, ნახვამდის.